ანჩის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზე არჩილ ხაჩიძე, მოგესალმებით. Რამდენად ექცევა დღეს სასულიერო პირის განათლებას ყურადღება და აი რამდენად რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად აი მისიონერულ საკითხებში აი განათლებას ისტორიულ ჭრილში? მოგესალმებით. განათლება არის ის, რაც უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ადამიანისათვის. მით უფრო სასულიერო პირისათვის, რომელმაც თავისთავად სწორედ ნათლის მსახურებას, მზე სიმართლისას მიუძღვნა თავი, ანუ ქრისტეს მსახურებას. არის ერთ პატარა დათქმას დავაკეთებ დასაწყისშივე, რომ ქრისტიანულად განათლება უფრო მეტია ვიდრე წიგნიერება. რადგანაც შეიძლება ადამიანმა წაიკითხოს ბევრი წიგნი და ძალიან ბევრი წიგნიდან ვერანაირი კარგი დასკვნა ვერ გამოიტანოს. განათლება ყოველთვის უკავშირდება იმას, რომ ადამიანს ეს ნაკითხობა მიმართული აქვს სწორედ ურთიერთობებში, ცხოვრებაში, ცხოვრების გეზის არჩევაში, სინათლის შეტანისაკენ. და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, განათლება არის ყოველ მიზეზს გარეშე აუცილებელი და უპირობო. თუნდაც იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს ნათლად დაინახოს სხვა ადამიანშიც ადამიანი და შეძლოს რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუგოს და ესეც ცხოვრებისეული განათლებაა, რა თქმა უნდა, რაც მხოლოდ წიგნებიდანაც არის სწავლება, თუმცა ამის აუცილებელია წიგნიერება და შეძლებს დაგვარად რაკიღა სასულიერო პირებზე აქცენტი ესმოდეს ყველა იმ ადამიანისა მეტნაკლებად, ვინც მასთან ღვთისგანგებით მოხვდება. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად მოდის. არის ადამიანი, რომელიც ტაძარში მოდის განსაცდელით, არის ადამიანი, რომელიც საჩხუბრად მოდის და შემდეგ რჩება და მრევლი ხდება. 1000-ნაირი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს, ვისთანაც შეიძლება ჩვენ გქონდეს შეხება ყოველდღიურობაში. აქედან გამომდინარე, განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და გავიდა ის წლები ღვთისმადლით, როდესაც სახელმწიფოს დაკვეთა იყო პირდაპირ, რომ განათლებული ადამიანი არ შეიძლება ყოფილიყო სასულიერო პირი. ეს იყო პირდაპირ სახელმწიფოს ზეწოლა. მე 2000-იან წლებში გავხდი სტუდენტი და ჩემთან ერთად, ჩემი ჯგუფელი იყო ადამიანი, რომელიც თავის დროზე აბარებდა მცხეთის სემინარიაში 88-9 წლებში. მაშინ ჯერ კიდევ ესაა სწორედ ის წლები, როდესაც მცხეთიდან თბილისში გადმოვიდა სემინარია, თუმცა ჯერ ისევ არის ოფიციალურად გაცხადებული ათეისტური მთავრობა და მე ჩემი მეგობრისგან, რომელთანაც დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, ვიცი, რომ გამოცდაზე ვინც კი ვისხედით კარგი ნიშნებით, რომ დავამთავრეთ სკოლა, ან უკვე გქონდა სხვა უმაღლესი განათლება. ამ გქონდა სპეციფიური ტექნიკური ნიჭები და უნარები და ასე შემდეგ, ანუ ვინც კი იყო ოდნავ მაინც წარჩინებული, ყველა გაგვიყვანეს ვიღაცა ფორმიანებმა და უფლება არ მოგცეს, რომ გვესწავლა სასულიერო სასწავლებელში და ჩვენი სხვა ნიჭი განგვევითარებინა ამ მხრივაც და შესაბამისად ყოფილიყავით შემდგომში ეკლესიის მსახურები და ჩვენი ქრისტიანული ერთობის უფრო განათლებული და ღირსეული წევრები. ანუ ეს იყო პირდაპირი მოთხოვნა ხელისუფლებისა, რომელიც ღვთისწყალობით ასე აღარ არის და დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ეკლესია სასულიერო განათლებას. არაერთი სასულიერო სასწავლებელი არსებობს მთელ საქართველოში და უნდა ითქვას ის, რომ უკანასკნელ წლებში უკვე სასულიერო პირის კურთხევისას ფაქტობრივად კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მას უნდა ჰქონდეს სასულიერო საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება მინიმუმ მიღებული. ძალიან დიდი მადლობა.